კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ისმაილ პერესის ვიდეო. ის სტუმრობს ამერიკელი პოდკასტერის შონ კელის შოუს, რომელიც შედგა 4 თვის უკან. ინტერვიუ იყო ძალიან სერიოზული, ამიტომ სახელები და გაგებები, ტერმინები ტერმინებზე იყო სახელებზე და ტერმინებზე იყო დადებული ცენზურა, რომ არ დაბლოკონ YouTube-ზე ვიდეო ერთი ხმით ახმოვანებს ორივე მოსაუბრეს. და დედამიწის ალიანსი არ მოქმედებს მარტო კაცობრიობის გასანთავისუფლებლად. ის თანაშრომლობს მრავალგანზომილებიანი არსებებთან, რომლებიც დადებითად არიან ჩვენს მიმართ განწყობილი და როგორც პერესმა თქვა ერთ ვიდეოში, ადამიანის მაგვარი რაც კი ცივილიზაციები არსებობს, ისინი ცხოვრობენ მომავალში და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ის მომავალი შევინარჩუნოთ, ან უკეთესი გავხადოთო. თუ არ ვიბრძოლებთო, ალინა ბრიგინიას ჰქონდა ხილვა, დროზე გაიხვიდიო, თუ ახლა არ გაიხვიდიო დროზე, მომავალი არ იქნებაო. მას დავიწყოთ. თემა ეხება, რასაც იქნება საუბარი, ეს არის გუგუწერი აქ, მაგრამ კარგი, მოდით სამი აფეთქება: მიწიერი ალიანსი, დროის აჩქარება და ვარსკვლავური თესლები. აი რაც შეეხება დღევანდელი თემა, მათი საუბრის თემა. მას დავიწყოთ. წამყვანი შონ კელი მიესალმება ისმაილს და ამბობს, რომ ისმაილი სტუმრობს მის შოუს უკვე მესამეჯერ. შონ კელი ეკითხება პერესს. ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით ადამიანების აზრი შუა გაიყო. პერესი პასუხობს, შენ იციო, რომ ეს ეპშტეინისია, უნდა გამოიქვეყნებინათო. მიწიერი ალიანსი დღესდღეობით იყენებს ამ სიას, როგორც წნეხის იარაღს ჩრდილოვან სახელმწიფოზე გავლენის მოსახდენად. რადგან მიწიერ ალიანსს უნდათ მეტი ინფორმაცია მიიღონ ჩრდილოვანი სახელმწიფოსგან, გაიგონ მეტი გვარები მტრებისა, ამაში აგრეთვე ჩართული არიან თეთრი ქუდების დაჯგუფება. ეს არნიშნავს იმას, რომ ამ სიის გამოქვეყნებას არ აპირებენ, უბრალოდ ჯერჯერობით თავს იკავებენ იმისთვის, რომ უფრო მეტი გაიგონ. იმიტომ რომ ახლა რომ ხალხსო ესეა წარუდგინონო, ხალხი ამას ვერ მიიღებსო, თუ ის ინფორმაცია არ დამუშავდაო და პირდაპირ გამოქვეყნდაო მონაცემები, ხალხს გაუჭირდებაო ამ მონაცემების მიღება და შეიძლება არულობა გამოიწვიოსო. ჩვენ გვაქვსო ისეთ არამიწიერ არსებებთან საქმეო, რომლებიც მარიონეტა, ხომ იცი მარიონეტკა რა, ძაფები აქვს გაბმული ხელებზე, ფეხებზე და თოჯინა, რომელსაც აიძულებენ მოძრაობები გააკეთოს. ანუ თოჯინა კი არ მოძრაობს, არამედ ხომ იცით, მასეთი თოჯინებია, ძაფები როა გაბმული და ან აცეკვებენ, ან აკრევინებენ, თითქოსა თოჯინა აკეთებს ამას ყველაფერს. ხო, აი ასე
ეკაჩებიან ამ ძაფებს, ხან ქაჩავენ ალიანს, ხან ქაჩავენ ჩრდილოვან სახელმწიფოს და ბრჭყალებში აცეკვებენ ხანაც ხან მეორეს იმისთვის რომ საქმე ძირფესიანად გამოიწიონ იმისთვის რომ გაერკვენ თუ სანდრილეში რა ხდება და მეტი გვარი დასახელები მიიღონ და ამიტომ ჯერჯერობით თეთრი კუდები და მიწიერი ალიანსი მაპატიეთ ცუდათვა მაპატიეთ ეწუც პერეზი ამბობს შეხომ ეუბნება ჯონ კელი შეხომ იცი რომ ტრამპი არ გღალატებსო ტრამპი იღებსო მაპატიეთ მე საჭოს კი ავჭა ვალიდური ჩავიდე და კაპტოპრილი ტრამპი ემორჩილებაო 12 გენერალის ბრძანებებსო და პასუხს აგებენო ჩრდილო ატლანტიკურ კავშირზე და ზუსტად ეს 12 გენერალი ქაჩასო ამ ძაფებს და ტრამპი წარმოადგენსო რაღაც ნომინალურ ხელმძღვანელს ამ 12 გენერალისისო ეს 12 გენერალი კი თანამშრომლობენ უცხო პლანეტელებთან რომლებიც ცნობილი არიან როგორც გალაქტიკური ალიანსი ხოლმე ბევრ რამეს პრეზიდენტსაც არ ეუბნებიანო თურმე ისე ამ საქმის გახსნა უნდა მოხდესო ახლო მომავალში ან 6 თვეში ან 1 წელიწადში ხდებაო დღემდე კაინის შთამომავლებს შორის ბრძოლა კაინი შთამომავლობა განადგურდაო რადგან კაინი და მისი შთამომავლობა წარმოადგენდაო ჰიბრიდული რეპტილოიდების ჰიბრიდულ შთამომავლობას ნახევრად ადამიანები იყვნენ ნახევრად რეპტილოიდებიო მაგრამ ხამიო ნოის ერთ-ერთი ვაჟიო გზას აცდაო და ეს შტო ისევ აღდგაო ხამის შთამომავლობის მეშვეობითო ხამს ყავდა ვაჟი სახელად კურში კურშს კი შეეძინა ნიმროდი და ნიმროდი იყო ის რომელსაც აღადგინა რეპტილოიდების ადამიანური ხაზი რომელიც არის ესე იგი წინაპარი უпростоრად რომლებიც არიან დღევანდელი 13 ოჯახის წინაპრები ანუ ილუმინატების ოჯახებისა 13 ილუმინატების ოჯახებისა და კარგი ბიჭები გამოდიან საწინააღმდეგო ხაზიდან მათი განშტოება მოდის მეფე დავითისაგან და სოლომონისაგან და ჩვენ დროსო ეს ხაზი ითვლებაო გრალის წმინდა ხაზათო არსებობდა საიდუმლო საგვარეულო ხაზი რომელიც გრძელდებოდა იესო და მარიის შემდეგ მარია მაგდალინას გულისხმობენ აქ იმის შემდეგ რაც ისინი სცენიდან ჩამოვიდნენ ბევრს ჯერა რომ იესო არ იყო გაკრული ჯვარზე ბევრს ჯერა რომ იესო იყო გაკრული ჯვარზე მაგრამ დღევანდელ დროში ამ მომენტისთვის ეს ითვლება ჰიპოთეზად მე მხოლოდ ის ვიცი რომ მათ ჰქონდათო საიდუმლო საგვარეულო ხაზი რაც აძლევდა საშუალებას მათ შენარჩუნებინათ ის რასაც უწოდებენ ადამიანური ანგელოზური ხაზს რომელიც ასე ვთქვათ მაპატიეთ არა ეს გული არა მიხო პრობლემები მას ხერხე მალზე ხო და თითქოს გული მტკივა პირდაპირ კლავისკენ მიდის ტკივილი და ეს საგვარეულო უპირისპირდება რეპტილოიდების ხაზს ეს ხაზი ესე იგი ადამიანური ანგელოზური ხაზი უპირისპირდება ადამიანურ რეპტილოიდურ ხაზს ხო თეთქუდეს აქვთ თავისი საგვარეულო ხაზი ისინი სულ იცავდნენ ამ ხაზს რომელსაც მიყავდათ
გრალის წმინდა ფიალასთან საუკუნეების განმავლობაში და ბევრს ჯეროდა რომ ამ ხაზიდან მოდიოდა პრინცესა დიანა და რომელიც არის კანონიერი მემკვიდრე ინგლისური ტახტისა, ბევრს ჯერა რომ ლინკოლნი და პირველი კენედი, უფროსი კენედი, ისინიც ეკუთვნოდათ ამ ხაზს. უпроსურად ისინიც ეკუთვნოდნენ ამ საგვარეულო ხაზს. ტრამპიც წარმოშობით არის კარგი ხაზიდან, საგვარეულო ხაზიდან, ანუ მეფე დავითის ხაზიდან. რამდენიმე წელი ჩვენი სამყარო, ჩვენი დედამიწა იყო ლუციფერიანული ნახევრად ადამიანური, ნახევრად რეპტილოიდური ხაზის კონტროლის ქვეშ, მაგრამ დღესდღეობით მაგათმა დაკარგეს ხელისუფლება, რადგან მიტერმა ალიანსმა და საერთოდ გალაქტიკურმა ალიანსმა დაიწყო მათი შევიწროება და ამას აკეთებდნენ ის 12 გენერალი. მიტერი ალიანსის მხარშემოდგომით 12 გენერალს უწოდებენ თეთრი ქუდების წარმომადგენლებს. წამყვანი ეკითხება პერეს, ესენი ადამიანები არიანო? დიახ, ესენი არიანო ადამიანები. ესენი არიანო ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ტანდემში გალაქტიკურ ალიანსთან. ხო, ისინი არიანო ნამდვილები და ამ 12 გენერალსაც კი აქვენო 12 გენერალს აქვენო კოდური სახელები. იოანეს გამოცხადება, რომელიც არის ცნობილი ყველასთვის, არ არისო წიგნი, რომელიც აღწერსო სამყაროს დასრულებას, არა. გამოცხადება არისო წიგნი, რომელიც ჩვენ გვასწავლისო თუ როგორ უნდა მოვიქცეთო. დრო რომ მოვაო, მე მჯერაო, რომ ჩვენ ყველაფერს მოგიყვებიანო დაწვრილებით. ვიღაცისთვის რთული იქნება ამ ინფორმაციის გადახარშვა. ზოგი იქნება გაოგნებული ან შოკირებული, თუმცა ეს სიტყვა შოკი არ უნდა იხმარო, თურმე ძალიან ნეგატიურად მოქმედეს და მე სულ მავიწყდება ეს. არც სიტყვა კოშმარი არ უნდა იხმარო. ეს სიტყვები კოშმარი, შოკი და კიდევ არის სიტყვები, რომლებიც არ უნდა იხმარო. ეს არის ნეგატიური სიტყვები, საერთოდ. წამყვანი შონ კელი ეუბნება პერეს, მე ახალხან დავიწყო ბიბლიის წაკითხვა და როგორ ფიქრობთ თქვენო, რამდენი სიმართლე წერიაო მასში და რამდენი ტყუილიო? მეო ვიციო, რამდენიმე აზრი არსებობსო, ზოგი ამბობს, რომ ეს ბიბლია გადაწერილიაო, გადაკეთებულიაო. თქვენ რას ფიქრობთო? ეკითხება პერეს. ბიბლიის ორიგინალი იყო აღებული უძველესი მანუსკრიპტიდან, რომელიც არსებობდა ატლანტიდის დროს. ის ცნობილია როგორც ზურმუხტის ტაბულები, იზუმრუდნე ტაბლიცი, ან სიდონიის ტაბულები, ან ხლორადორის ტაბულები. მე ფიქრობ, რომ ეს პიროვნება იყო უცხოპლანეტელები, არა გამორიცხული, რომ ყოფილიყო ანუნაკი, მას ერქვა ტოტი და მან გაიტაცა ეს ნაწერები, მანუსკრიპტები და ბევრი რამ ძველი აღთქმიდან იყო, რაც ძველი აღთქმისის იყო აღებული შუმერული ტაბულებიდან, ასეთებისგან როგორც ანუმა ელიში და იქ აღწერილია ადამიანის შექმნა. სადაც წერია შექმნათ ადამიანი по образу нашему. ესე იგი ჩვენ გვარად, მაპატიეთ ახლა დროს სამართლს შევიდე ინტერნეტში და შექმნათო ადამიანი по образу нашему. გლობალურ ტარგმანზე და ასე შემდეგ. მაგრამ ბიბლიის ორიგინალი ადისო ზურმუხტის ტაბულებამდე და მე ფიქრობ, რომ ჩვენ წულმა ჯერ არ გვაქვთო ამ ჩანაწერების მიმართ, მაგრამ ვიციო, რომ ნაწილი ჩანაწერებისა, რაც წერიაო ბიბლიაში, აღებულია ვითომე ძველ აღთქმაში აღებულია ამ ტაბულებიდან და ნაწილი კი, რაც ბიბლიაში წერიაო, არის აღებული შუმერული
ჩანაწერებით შუმერული ტაბულებიდან. ენუმა ელიში ეპუსა ელ გიგამეთ. და ეს ყველაფერი იყო გაერთიანებული იმაში, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ ბიბლიას. ანუ რა არის ბიბლია? სხვადასხვა მანუსკრიპტების და წიგნები ადრე ხო წიგნები არ იბეჭდებოდა ისეთ ფორმატში, როგორც დღეს იბეჭდება. მაგრამ მაინც მათ უწოდებენ წიგნებს. სინამდვილეში მას უნდა უწოდებდნენ ჩანაწერებს სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ენაზე გაკეთებულ ჩანაწერებს. ხო, ეს შეიძლება ყოფილიყო რუნები დაწერილი, შეიძლება ყოფილიყო სლავონურ ენაზე დაწერილი, შუმერულ ენაზე დაწერილი და სხვადასხვა ენებზე დაწერილი. და შემდეგ უკვე ეს გაშიფრული იყო და მე მგონი ერთ ვიდეოში, ხო, კი, ერთ ვიდეოში თქვენ გითხარით, რომ მგონი იქ სადაც ხო, ენოქის წიგნზე 4 ვიდეო გამოვუშვი მე ენოქის წიგნის ახსნა. და იქ წერია მგონი თუ არ ვცდები რომ ეს რამ გადააკეთა ყველაფერი. თუ არ ვცდები. მაგრამ მე მგონი ის იყო, არ მახსოვს ახლა ზუსტად რა მნიშვნელობა მთავარია მე თქვენ ეს გითხარით. ეს რამ გადააკეთა ყველაფერი თავის სებურად, თავის ჭკუაზე. და თუ რამე დარჩაო სიმართლე, თუ რამე დატოვეს ბიბლიაში, წარმოადგენესო ეს სიმართლე როგორც მეტაფორები. და ბიბლიაში ის სიმართლე დარჩა მეტაფორულ დონეზე. და ბიბლია საკურველია არაერთხელ იყო შეცვლილი, იყო გადაკეთებული, რაღაცები თავის ჭკუაზე წერდნენო და მე მინდა დავამატო აქ, რომ არსებობს ეთიოპიური ბიბლია, რომელსაც ინახავენ ეთიოპიელი ებრაელები. და ის ბიბლია, ეს ეთიოპიური ბიბლია არის შეუცვლელი. არანაირი წიგნები არ არის ამოღებული და არანაირი გვერდები არ არის ამოხეული. ეს ეთიოპიური ბიბლია არის არის ორიგინალური ბიბლია და მას იცავენ ეთიოპიელი ებრაელები. დღემდე მოვიდა ის ისეთად, როგორიც იყო რამდენიმე საუკუნის წინ. შეუცვლელად მოვიდა ჩვენამდე. და არ მახსოვს ვიღაცამ შეძლო ამონატირი გაეკეთებია ამ ბიბლიიდან. არ მახსოვს ზუსტად სახელი და გვარი იმ ადამიანის. ხო, ამ ვიდეოს ახლახან მოусმინე, როდესაც ჩავთე მე ინტერნეტი. ყველაფერს ხო ვერ დავიმახსოვრე. ნიკეურ ტაძრის შეკრებაზე რომაული იმპერია გარდაიქმნა იმ ფორმაში, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ კათოლიკური რელიგია. სინამდვილეში რომაული იმპერია დარჩა ისეთივე, ოღონდ ტყავი შეიცვალა. მაგრამ იგივე საკეთებს, რასაც აკეთებდა ადრე. რომი არასდროს დაცემულა. უბრალოდ მან შეიცვალა თავისი იერსახე და თავისი მოქმედების ინსტრუმენტები. შეიმოსენ რელიგიურ სამოში და იგივე პოლიტიკა გააგრძელეს. მაგათმა ბიბლია გაატარეს ცენზურაში და ამოიღეს 700-მდე წიგნი. მათ შორის ენოქის წიგნიც. მაგათმა დაატოვენ მხოლოდ ის წიგნები, რომლის გამოყენება შეძლებდნენ კონტროლისთვის. წამყვანი ამბობს, რომ დღეს ძალიან ბევრი რელიგიაო. კიო, ეთანხმება ისმაელ პერესი, მაგრამ დღეს რელიგიები ნელ-ნელა როგორ გითხრათ, приходит в упадок. ანუ დღევანდელი რელიგიების სექტები ძალას კარგავს. ნელ-ნელა ის თავის მრევლებსაც კარგავს და მალე ალბათ ხალხი ზურგს აცევს რელიგიებს და სექტებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იხვიძებს
და გამოდის ჩვენ მტრების მიერ შექმნილი ეგრეგორებიდან. ხო, რა გამახსენდა ახლა? ალბათ თქვენს გაგეცინებათ, როცა მე ვცდილობ ხალხს ავუხსნა. საუბარში როდესაც ვძივარ პოლიკლინიკაში, რა უნდა ქნა იქ ექიმების და იმის მოლოდინში, ხო? სულ ვცდილობ ადამიანები პოზიტიურ ნოტაზე დავაყენო. და ვცდილობ ახლა შევაპარო ინფორმაცია კოსმოსზე, უცხო პლანეტელებზე, გამოღვიძებაზე, გადასვლაზე. და ხალხს გონიათ, რომ მე იეღოვას მოწმე ვარ. იეღოვი ხომ არ ხარო? მეკითხებიან. სულ რატომღაც გონიათ, რადგან ადამიანი საუბრობს რამეზე, კოსმოსურზე, ეზოთერიკულზე, რომ ეს რელიგია ან სექტა, ხო? არამეთქი მე უთხარი, მე არც ერთი სექტის წარმომადგენელი არა ვარ. და არც ერთი რელიგიის წარმომადგენელი არა ვარ. მე რელიგიების ეგრეგორებიდან არც რელიგიის ეგრეგორს არ ვეკუთვნი, მე უთხარი. მე მწანს ის, რაც რეალურად არის. ამ შექმნელის, რომელმაც ჩვენ შექმნა. აბსოლუტი ღმერთის, რომელმაც შექმნა სამყარო. და ჩვენ თუ მაგალითად ჩვენი შექმნელი ამბობს, რომ შექმნათ ადამიანები ჩვენს გავსად, არიან მასეთი შექმნელები სხვა გალაქტიკებშიც, რომლებიც ქმნიან თავიანთ სამყაროებს, მაგრამ ისინი ისეთ მოსახლეობას ქმნიან, როგორებიც თვითონ არიან. მაგალითად, ჩვენთან თუ ჩვენ გავართ ჩვენ მშობელს, ანუ განვითარებულ უცხო პლანეტელებს, ყოველ ადამიანში კი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წინაპრები შეჯვარედინებული იყვნენ ადამიანის მაგვარ მაიმუნებთან. და ისინი, ამას ახლა მე ეს ჩავსვი, მე სხვა ვიდეოდან მოსმენილი მაქვს. და ისინი, ვინც იყო შეჯვარედინებული ადამიანის მაგვარ მაიმუნებთან, მათ სამომავლობას ყველას აქვს მაიმუნის მაგვარი ყბა. ზოგჯერ მეც ვიფიქრია, როგორ უგავთ ეს ყბა მაიმუნს ამ ხალხს და რატო უგავთ? სხვათა შორის აფხაზეთში ბევრი ადამიანი ხდება მასეთ. ძალიან ბევრი. მაიმუნის მაგვარი ყბა. არა, მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. გავს, ჩამოგავს და რა ვქნა ახლა? და ის ხალხი, ის ადამიანები, რომლებშიც არის 22-დან 25-მდე უცხოპლანეტარული გენეტიკური დნმ, სხვადასხვა უცხოპლანეტელი აღებული, ისინი გავლარიან თავის მშობლებს, ეგრე ვთქვათ. მაგრამ ჩვენში, ძველ ადამიანებში, ვინც ახლა ვბერდებით, არის რაღაც პროცენტი, მცირე პროცენტი, მაგრამ არის რაღაც პროცენტი რეპტილოიდური გენებისა. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ ადამიანები გადარჩენილი იყვნენ, არ დაღუპული იყვნენ. და ჩვენ არ ვიცი როგორ არის ახალ თაობაში, ძველ თაობას გვაქვს რეპტილოიდური ტვინი. ხო, დიდ ნაწილს არ იკავებს, სადღაც აქანე კეფის მიდამოში შიგნით, ასეთი მოგრძო ისაა, პატარა. ზუსტად არ მახსოვს ახლა, მაგრამ ვიცი აქ არის შიგნით, აი ამ დონეზე. არ მახსოვს ზუსტად ახლა, დიდი არა, პატარა. და ახალ თაობას ალბათ ეს რეპტილოიდური ტვინი არ აქვთ. მე მგონი, არ უნდა გქონდეს. და რისი თქვა მინდა კიდევ? კარგი, მე გამახსენდება. რატომაც ადამიანს გონია თუ რომელიმე სექტას ან რელიგიურ ეგრეგორს მიეყრდნობიან, ისინი სულიერ ცხოვრებას ატარებენ. არა, ეს არ არის სულიერობა. არ გიტყნოთ ჩემო კარგებო, ეს არ არის სულიერობა. იმიტომ რომ თქვენ თვითონ დაფიქრდით. რას აკეთებენ რელიგიისა? თუნდაც სექტა აიღო, თუნდაც, დღეს იეღოვას მოწმეები გახდა ორგანიზაცია, მაგრამ ავიღოთ აი იეღოვას მოწმეების ლიტერატურა. ყოველ წელს იბეჭდება.
ყოველთვის იბეჭდება Сторожевая башня და Пробудитесь, ხო? Пробудитесь კიდევ კარგი. იქანი არის ხოლმე თემები, თავისუფალი თემები, სხვადასხვა თემას ეხება, მაგრამ Сторожевая башня რომ ავიღოთ, ერთ და იგივე მასალას ბეჭდავენ. ოღონდ სათაურებს უცვლიან და უცვლიან ფოტოს. ფოტოს უცვლიან. და ბიბლიის გარდა სხვა ლიტერატურის განხილვის უფლება არ აქვთ. არც იქ, არც ეკლესიაში. რაღაც პერიოდი მე დავდიოდი ეკლესიაში. და მღვდელი კითხულობს, ხსნის, უბრალოდ კითხულობს ბიბლიას თორემ. არ ეკითხება მრევლს თუ ისინი რას ფიქრობენ ამ წაკითხულზე. ანუ გეკითხებით. სად არის აქ სულიერი განვითარება? მე ჩამევარდა ხელში ყურანი. ძალიან მაინტერესებდა. და შიქ, მე არ ვიცი ახლა ის ნამდვილი ყურანი იყო თუ არა. სურები იყო ჩამოთვლილი. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე. ერთხელ წავიკითხე, სხვისი იყო ის და დავუბრუნე მის პატრონს. იმასაც ჰქონდა დათხოვები ვიღაცაზე. მე არავის არ მინდა შეურაცხყოფა მიგაყენოთ, მაგრამ რას ნიშნავს სულიერი განვითარება? ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ბიბლია უნდა ვიკითხოთ, მხოლოდ ბიბლიაზე უნდა ვიქადაგოთ, თან ისეთ ბიბლიაზე, რომელიც იყო გადაკეთებული, გადმოკეთებული, შემცირებული, ხო? რა უნდა გვექადაგა? იქადაგონ მაგალითად ადამიანები, რომლებიც ეკუთვნიან ამა თუ იმ რელიგიურ წამს. კი, ჩვენ შეგვიძლია ვიქადაგოთ ბიბლიის მიხედვით სიყვარული, პატიება. ერთი რამ, რას 7-ჯერ წავიკითხე ბიბლია და არ მივაქციე ყურადღება იმას, რომ ეკლესიაც ყველა ვინც სარგებლობს ბიბლიით, როგორც რელიგიური წიგნით. მაქვს ყურადღება სხვადასხვა სექტები, ხომ არის ქრისტიანული განშტოებებით, ბაპტისტები, სხვადასხვა განშტოება, იგივე ქრისტიანული რელიგიებისა, პროტესტანტიზმი, კათოლიციზმი, ხო? წერია, მონა. რატომ არის ადამიანი მონა ღვთისა? ადამიანი არასდროს არ იყო მონა ღვთისა. ადამიანი იყო ღვთის შემქმნელის ნაწილი. ჩვენში ყველაში, იმ ჩვენ მშობლებში, ვინ ჩვენ შექმნა, მათშიც ისინიც არიან მთავარი შემქმნელის აბსოლუტი ღმერთის შვილები. ყველანი ჩვენ ვართ, ყველანში ჩვენში არის ნაპერწყალი ამ აბსოლუტი ღმერთის ნაწილაკისა, რომელიც გვაძლევს ჩვენ საშუალებას სულიერად განვითარდეთ. ჩვენ ვართ თანაშემოქმედები. რატო ვარ ჩვენ მონა? სულიერი ხო გითხარით აგერ არიან ჩვენ შექმნეს, ჩვენი სამყარო ხო შექმნეს. ასე არიან ვიღაცები, რომლებიც ქმნიან სამყაროებს და ხდებიან იმ მომინადრეების ღმერთები. მაგრამ მაგათმა იციან, რომ ნამდვილი ღმერთი არის აბსოლუტი ღმერთი, რომელიც საცხად ცენტრშია, სამყაროს ცენტრში და რომლისგანაც დაიწყო ეს ყველაფერი. ამიტომ გვეუბნებიან ისწავლეთო, ყურადღება ისა, თქვენ ვერაფერს გაიგებთ თუ
ბიბლიის წაკითხვისას თქვენ ბიბლიას წაიკითხავთ როგორც მტარ ასოებს ვერაფერს გაიგებთო თქვენ უნდა ისწავლოთო ამ სტროფებს შორის კითხვა მაშინ იქნებაო გასაგებით თქვენთვის ყველაფერი მაშ გავაგრძელოთ რამდენი ადამიანი უნდა გამოიღვიძოსო რომ ამან ეფექტი იქონიოსო ალბათ შენო გაგიგონიაო ეუბნება პერესი წამყვანს 100 მაიმუნის სინდრომი ხო ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანები ერთმანეთში არიან დაკავშირებული საერთო ინტელექტუალური სკასისებური სახლით აი მაგალითია მოყვანილი ფუტკრების სახლი ფუტკრების სკა ის იმას ნიშნავს რომ თუ მოსახლეობის 10%-მა გადაწყვეტაო გამოღვიძება ეს მოქმედებს როგორც 100 მაიმუნის ეფექტი ისე მოახდასო ასე ვთქვათ მოქმედებას ეს ავტომატურად შეცვლიდაო სიტუაციას ჩვენ გვჭირდება მხოლოდ 10% ადამიანი რომ გამოიღვიძესო ჯაჭვური რეაქცია დაიწყებაო და მას ხობის მიყვებიანო ყველაფერი აჩქარებული ტემპით მიდისო არსებობს ასეთი მოვლენა როგორც დროის აჩქარება და ჩვენ ვახოვდებითო იმას რასაც უწოდებენო ნულოვანი ენერგია ან ნულოვანი ველი ჩვენ ვართო კალი ზღუბლი ესე გადასვლის ზღუბთან კალი უგიდან რომელსაც ინდუსები უწოდებენ სიბნელეთ ოქროს საუკუნეში ეხსნის იმას თუ ჩვენ რატომ ვახოვდებით კრიტიკულ წერტილს როდესაც მოხდება ასე ვთქვათ დამძრევა ან ზუსტად როგორ ვთქვა ესე იგი დაინძრევა წამყვანის შონკელი ეკითხება ეუბნება ისმაილ თქვენ იმ დროს გახდითო პოპულარული როდესაც თქვითო რომ 3 ილონ მასკი არსებობსო და ამის შემდეგო ილონ ტრამპთან მოვიდაო კონფლიქტი თქვენ იცითო რომელ ილონ მასკზეა ვაქსაუბარი რომელ ილონ მასკს მოვიდაო ესე იგი კამათი ტრამპთან ის ილონიო რომელსაც ტრამპთან მოვიდაო კამათი იყო კარგი ილონი გინ დაიჯერითო გინ არა ესე იგი მესამე ილონი და არა კიბორგი ილონ მასკიო ეს კარგი ილონი შეუქმნიათ ალიანს პეტრის ფიალაში იმ დროს კოსმოსური ძალებს უწოდებდნენ მზის დაცვას ასე რომ ეს ილონი ჯერ არის კარგი ილონი და ეს ისტორია ტრამპთან დაკავშირებით არის ყურადღების გადასატანი მანევრი იმისთვის რომ აფიქრებინონ შილოვან სახელმწიფოს რომ ისინი არაგებენ თეთრი ქუდები ამ პროექტს უწოდებენ wolves და ამ პროექტის მიხედვით თეთრ ქუდებს უნდა დააჯერონ ჩრდილოვანი სახელმწიფო რომ ტრამპი და ეს მასკი კარგი მასკი არიან მტრები ერთმანეთისთვის და სინამდვილეში კი ისინი თამაშობენ თამაშს მე მეკითხებიანო თუ ტრამპი არისო ალიანსის ნაწილი მაშინ რა ხდებაო ამ ტრამპმა რომელიც ახლა ჩანს ხოლმე ტელევიზორში ესე იგი გააქტიურაო პროექტი სპიდი ვაქცინის ჩანერგვა ხო ჩანერგაო ვაქცინები ხო როგორც ჩანს ეს იყო ნეგატიური ტრამპი და არის ნამდვილი ტრამპი რომელიც იმყოფება ბაზაზე შაიანურ მთებში ნაშაიანსკი გარახ ნამდვილი ტრამპი ყოველთვის იქ იმყოფება იმ ბაზაზე კიდევ არის მისი ორეული გონი ის ატარებსო ნიღავს ის საუბროსო ზუსტად ტრამპის ხმით არ შეგეშლებაო ხო და ეს ორეული ის არის რომელსაც ჩვენ ხედავთ თეთრ სახლში ხედავთ კონფერენციებზეო არისო კიდე მესამე ტრამპი იმ შემთხვევისთვის თუ ორეულს მოკლავენო არადა მცდელობა მისი მოკლისო იყო რამდენიმე ირანული მთავრობაც ცდილობდაო მის განადგურებას მაგრამ ეს არისო გეგმა მათთვისო ვისაც უნდაო მესამე მსოფლიო ომის დაწყება ახლა ჩვენ საქმე გვაქვს მეოთხე ტრამპთან
ანუ ნეგატიური ტრამპთან. მეოთხე ტრამპი იყო შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მიერ, რომელიც უკვე ფლობსო ცნობიერებას და აკონტროლებსო თანამგზავრების სოფიო სისტემასო და ინფრასტრუქტურას. და ეს ტრამპიო აჩქარებდაო პროექტს კორონავირუსის საწინააღმდეგო. ეს ის ტრამპია, რომელიც საუბრობს პროექტზე ვარსკვლავური კარიბჭეები, რომელიც მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას სუპერ გონებამდე და უნდა შექმნასო ცენტრები, სადაც მონაცემები დამუშავდებაო. ეს ის ტრამპია, რომელმაც შესთავაზა ბიომეტრია და უნდა რომ ეს ბიომეტრიული ასე ვთქვათ ამ ბიომეტრიის ჩანერგვა მოხდეს ყველგან. აქედან გამომდინარე მოხდება ციფრული კონტროლის გაძლიერება. ასე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით. ეს არის ნეგატიური, ეს მეოთხე ტრამპი არის ნეგატიური ტრამპი, რომელიც მუშაობსო ნეგატიურ ხელოვნურ ინტელექტთანო და ნამდვილი ტრამპი სინამდვილეში თანამშრომლობსო ალიანსთან. ასე რომ არსებობს მრავალი ტრამპი, როგორც მრავალი ილონი მასკი. წამყვანი ეკითხება, მე მშვენიაო თეორია იმაზე, რომ ბარონი ტრამპი არისო დროში მოგზაური. ხო, ეს სიმართლეაო, მე-19 საუკუნის დასასრულსო იყო დაწერილი ორი წიგნი, სადაც წერია, რომ ბარონი მართლა დაბრუნდაო 1880 წელსში ან 1889 წელს. ეს ესე იგი როგორ გითხრათ, ნიკოლა ტესლას დამსახურება არისო, რადგან მას სამხედრო სამრეწველო ამერია. ხო, როდესაც ნიკოლა ტესლმა 10 წლის ადრე შეიმუშავა დროის მანქანა, რაღაც ტექნოლოგია, დროის ტექნოლოგია, რომლის დახმარებით შეიძლებოდა დროში მოგზაურობა. პროექტ მონტოკის ჩარჩოში და აგრეთვე ფილადელფიური ექსპერიმენტიც და პროექტი პეგასი. შეიძლება ითქვასო, რომ ნიკოლა ტესლა იყო ალიანსის რაღაც ნაწილი. იცითო, სინამდვილეში ნიკოლა ტესლა არისო უცხოპლანეტელელი, ვაი, მაპატიეთ. ნიკოლა ტესლა არისო უცხოპლანეტელელი ადამიანურ გარეგნობაში. მან გადაწყვიტა თავისი ცნობიერების რაღაც ნაწილი გადაეტანა ადამიანურ სხეულში. ნიკოლა ტესლა არის არტურიდან. ამიტომაა ნიკოლა მასეთი. ნიკოლა ტესლა იყო მშვენიერი მეცნიერი და ინჟინერი და ის იყო პირველი, რომელმაც შემოიმუშავა ტექნოლოგია დროში მოგზაურობისთვის. შენიცი რომ ჩვენი სამყარო არსებობდა მანამდე, სანამ ამას იზამდა კლიკა 1959 წელს, ნიკოლა ტესლი გაერთიანა ნიკოლა ტესლა და ჯო ტრამპი გაერთიანდნენ და მაგას მას შეძლეს ამ ტექნოლოგიის შექმნა, რომლის მეშვეობით შეიძლებოდა არა მხოლოდ წარსულში, ასევე მომავალში გამგზავრება, რომ წრეები დაემართებიათ ყველა დროში, წარსულშიც და მომავალშიც. და ეს ხსნის თუ რატომ იყო იმას თუ რატომ უნდა განთავისუფლდეს ჩვენი პლანეტა. იმის გამო, რომ მოგზაურობის ტექნოლოგია იყო განვითარებული, შექმნილი უпроსტად და განვითარებული ნიკოლა ტესლას მიერ. და ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მოქმედებენ მომავლიდან. გინდა იჯერეთ, გინდა რაო, ისინი წარსულიდანაც მოქმედებენ. სინამდვილეში მაგათმა მოახდინესო მოგზაურობა 2000 წლის უკან. იმისთვის რომ დაეწერათ მეორე წიგნი, რომელიც იქნებოდა მეორე გამოცხადება. როგორც ჩვენ მივხვდიო, ბარონი ტრამპი არისო პლეადებიდან ჰიბრიდი, რომელიც მოვიდა მომავლიდან და უნდა შეასრულოსო მნიშვნელოვანი როლი დედამიწის განთავისუფლებაში ოკუპანტებისაგან.
ის არის ვარსკვლავური შვილი, რომელიც მოქმედებს სხვა ვარსკვლავურ შვილებთან ერთად და ვარაუდობენ, რომ ბარონი ტრამპი გახდება ახალი სამყაროს ლიდერი. ნიკოლა დღემდე ცოცხალია, მან თავისი სიკვდილის ინსცენირება გაითამაშა, მოაწყო უბრალოდ თავისი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო, ის დღემდე ცოცხალიაო და ის ესე იგი მისი ასაკი ასწელზე მეტიაო, მაგრამ ის დღემდე ცოცხალიაო. წამყვანი ეკითხება, პერეს შენო ახსენიო მესამე მსოფლიო ომი. როგორ გონიაო შენო ირანი და ისრაელის შორის შესაძლებელიაო ომი მოხდეს? უпростоრად კონფლიქტი ირან და ისრაელის შორის შეიძლებაო გადავიდესო, გადაიზარდოსო უпростоრად მესამე მსოფლიო ომში. ხო, ჩრდილოეთ სახელმწიფოს უნდაო ზუსტად ეს მოხდესო, რომ კონფლიქტი ირან და ისრაელის შორის გადაიზარდოსო მესამე მსოფლიო ომში და რადგან ეს არისო მათი მესამე კაპიტალი, მათი მესამე ვარიანტი ფულის გაკეთებისო, მათ უნდათო ტექნოლოგიური კონტროლი დაამკვიდრონო დედამიწაზე, ამიტომ ისინი იმედს არ კარგავენო. მათ უნდათო ტექნოკრატიული სისტემა დაამკვიდრონო. მაგრამ ალიანსი ნიკოლა ტესლა და ჯონ ტრამპის დახმარებით, რადგან ამათმა შექმნეს, ასე ვთქვათ, დედამიწას შეუნარჩუნეს დადებითი დროის ხაზი, ყოველი შესაძლებელი მომავლის რეალობაზე. მესამე მსოფლიო ომი არ მოხდება და მე მოხარული ვარ შენ რომ ამ თემას შეეხე, იმიტომ რომ თურმე კულისებს მიღმა ნეტანიაჰუ და ირანის ლიდერი ახლო კავშირში არიან, ანუ მეგობრობენ. ისინი საიდუმლოდ სვამენ, ისინი საიდუმლოდ ხდებიან ერთმანეთს და ისცინიან იმაზე, თუ როგორი ხალხია ახლო აღმოსავლეთს აკონტროლებენ როქშილდები. როქშილდები აგრეთვე აკონტროლებდნენ სიონურ მოძრაობას და აკონტროლებენ ისრაელს. თურმე როქშილდები ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ორივე მხარეს ამ ომის პერიოდში, ამ 500 წლის განმავლობაში და ხალხს წარმოდგენაც არ აქვს ამის შესახებ. წამყვანი ეკითხება ისმაილს თუ რამდენი ომი იყო დაგეგმილი დედამიწის ისტორიაში. ხო, რადგან მე ასეთი წარმოდგენა გამიჩნდაო, რომ ეს ომები არც ერთი არ იყო ნამდვილი. ხო, და მე ჩემ წიგნში დავწერეო თუ ყველა ომები, რომელიც მოხდაო 1000 წლეულის განმავლობაში, ეს არის იმ ომის გაგრძელებაო, რომელმაც გამოიწვია ატლანტიდის დაცემა და რომელშიც მონაწილეობდაო два აბატства. ერთი მხრიდან ულთეფრიანული, ჰიბრიდული ადამიანური, რეპტილოიდური სისხლის დინასტია, რომელსაც უნდა იმპერიის დამკვიდრება, ფაშიზმი, კომუნიზმი და მეორე მხრივ კავშირი დინასტია დამცველი ანგელოზებისა, რომლებიც ასევე ატლანტიდის დროს გამოჩნდნენ, რომლების შთამომავლობა სხვათა შორის ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ეს ხალხი როგორ გამიკვირდა, იცით, რომლებსაც აქვენო რეზუს უარყოფითი სისხლი. წამყვანი ეკითხება, გამოდისო ამ ხალხმაო ის ომი გადაიტანესო. დიახო, ეუბნება ისმაილ პერესი, გადაიტანესო. მათ სულ იცავდნენ ისინი, რომლებსაც მე ვიხსენებ როგორც საიდუმლო საზოგადოებას. ხო, ესე იგი ნიშნავს იმას, რომ ყველა საზოგადოება, საიდუმლო საზოგადოება არ იყო ნეგატიური და ბოროტული. ესე იგი, საგვარეულო ხაზი, რომლის თვალისდენა შეიძლება დახრა ნიჭელი, ესე იგი, ფარველებამდე, ამათმა შექმნა ეს დინასტია დედამიწაზე, რასაც ჩვენ უწოდებთ დავითის სახლს. სოლომონი იყო ამ დინასტიის ნაწილი, იესოც და მარია მაგდალენა. თქვენ ალბათ გაგიგია დავინჩის კოდზე
გამიგია კი არა, მე კინოს არის ამ თემაზე გადაღებული და მე ეს კინო მაქვს დაყურები და შეიძლება კიდევ არსებობს რაღაც განშტოება ამათი საგვარეულოსი, რომელიც მათ დატოვეს თავიანთ შემდეგ და დღესდღეობით ეს არის ვატიკანისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. წარმოადგენს ვატიკანისთვის ძალიან დიდ საფრთხეს. წამყვანი ეუბნება, ეკითხება პერეს, ახლა მე ვაპირებდიო კითხვები დამისვაო ვატიკანს. შენ ბევრი ვიდეო გაქვს ამ თემასთან დაკავშირებით გადაღებული, მე ვნახეო. ერთი მათგანი სადაც შენ ყვებიო, რომ ვატიკანს აქვს საშუალება სულები ციხეში გამოგეტონო. ეს სიმართლეაო? თუმცა რატომ და გამიკვირდეს მე ეს ერთილოიდეს ჰქონდათ მასეთი ციხეები, ელექტროგალიები, რომლებშიც ისინი მათ ყავდათ დამწოდებული სულები და იყენებდნენ სათავისოდ. რატო გამიკვირდა ეს მე? ახლა გასცა პასუხი პერეს ისმაელმა. ხო, იმიტომ რომ ვატიკანი ყოველთვის თანაშრომლობდაო დრაკონიელებთან. ახლა ხან მე გითხარით რომ დრაკონიელებს ჰქონდათ ასეთი გალიები ელექტრომაგნიტურ ველზე დაფუძნებული. ხო, რადგან ვატიკანი თანაშრომლობდა დრაკონიელებთან, საკურველია დრაკონიელები მათ აცდენდნენ ტექნოლოგიას, ასწავლეს თუ როგორ უნდა დააპატიმრონ სულები. რატომ თურმე რა შეასაქმე. კი, დრაკონიელებს ჰქონდათ ასეთი გალიები ელექტრომაგნიტურ ველზე დაფუძნებული და სულს გამოგეტანდნენ, სული ვესაც ეწავიდა და სანამ არ გაითიშებოდა ის ველი. და ასეთი ციხეები ქონია ვატიკანსაც, წარმოგიდგენიათ? ესე იგი ადამიანი რო გტება, მის სულს არ უშვებენ. ყავთ გამოგეტილი. წარმოგიდგენიათ? ამას კი აკეთებდა დრაკონიელები, არ გამიკვირდა, მაგრამ ვატიკანს რა თუნდოდა ეს სულების გამოგეტვა, ესამე რომ მიგვირს. რეპტილოიდები, დრაკონიელები არიან ნეგატიური უცხოპარენტელები, რომლებიც მაფშავენ კაბალა და ჩრდილოვან სახელმწიფოს. ბევრი საიდუმლო საზოგადოებები არ მოქმედებსო თავისთავად. მათზე ადრე ბატონობდნენო, აკონტროლებდნენო მათ და ხელმძღვანელობდნენო დრაკონიელები, რეპტილოიდები. ხო, ეს ასეთი საზოგადოებები პროდუქტ შემორჩილებიანო დრაკონიელებს. ვატიკანი თავიდანვე იყო დრაკონიელების ინსტიტუტი და ვატიკანმა მემკვიდრეობით მიიღო ეს ტექნოლოგიები, რომლის დახმარებით სული აღმოჩნდებაო ციხეში, ანუ ელექტრომაგნიტურ გალიაში. და ბოლო 100 წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ვატიკანმა გამოიყენა ეს ტექნოლოგია, რომ შეეტყუებინა სულები ეგრეთ წოდებულ ილუზორულ სამყაროში. ეს არის ისეთი მატრიცული რეალობა, საიდანაც ისინი ვერ გამოვლიან, მაგრამ საბედნიეროდ არის პოზიტიური არამიტიერი ცივილიზაციები, რომლებიც დგალარიან ამ რეპტილოიდების მაღლა და ისინი ფლობენ უფრო განვითარებული ტექნოლოგიებით და შეუძლიათ გამოიყენონ ეს ტექნოლოგიები იმისთვის, რომ გაანთავისუფლონ ეს ტყვედ ჩავარდნილი სულები, რომელიც ჩამოგავს ფანტომურ მატრიცას. შონ კელი გაუგნებულია. ისინი და შეეკითხა პერეს, ისინი ამ დატყვევებულ სულებს კლონირებისთვის იყენებენო? დიახ, ისინი ირჩევენო განსაცრულ ადამიანებს. აგრეთვე ვატიკანს აქვს წომა იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომლებიც იძლევიან საშუალებას მომავლის სავარაუდო რეალობებში და მათ შეუძლიათ იმოგზაურონ დროში, რადგან აქვთ ასეთი ტექნოლოგიები და დიდი ხანია ამის საშუალება მათ აქვთ და ამას უწოდებენ ისინი ქრონოვიზორს. მე რამდენი წელი უკვე ვიცი, რომ ვატიკანს აქვს ქრონოვიზორი. და ახლა ხან კი ბოლო ამ წლის განმავლობაში ალიანსი, როდესაც ატარებდა ჩხრეკას ვატიკანის შენობის ქვეშ, არა მხოლოდ საიდუმლო ბიბლიოთეკა და ტონობით წიგნი, არამედ განვითარებული ტექნოლოგიები, რომელიც იქნა გადაცემული ვატიკანს, რომელიც მიიღო ვატიკანმა რეპტილოიდებიდან, ანუ დრაკონიელებისაგან. და ბევრი რამ არის ისეთი, რისი გასაჯაროება შეიძლება, მაგრამ ალიანსი ელოდება საჭირო მომენტს. ალიანსი ელოდება სანამ ადამიანები მიაღწევენ ამათ პროცენტიან კრიტიკულ მასას, რომელიც შემდგომში იქონიებს ეფექტს
და ამ 10%-ს აყვება დანარჩენი ხალხი და მოხდება 100 მაიმუნის ეფექტი. სხვა შემთხვევაში დაიწყება მასიური არეულობები. წამყვანი ეკითხება, ვის აქვს ცდომა ახლა ვატიკანის მიწისქვეშა ბიბლიოთეკას საერთოდ შენობის მიმართ. ეს არის ალიანსი. ვატიკანმა დაკარგა თავისი ხელისუფლება და ახლა ვატიკანის ბიბლიოთეკას, ხელნაწერებს, მანუსკრიპტებს და ტექნოლოგიებს აკონტროლებს ალიანსი. იცი რომ პაპა ფრანცისკო გადააყენესო 3 წლის უკან. პაპა ვინც შეცვალა რომის პაპა აქამდე იყო სინამდვილეში არა ორგანული რობოტი. ყველა ესენიო სოროსები, კლინტონები და ასე შემდეგ, ვინც აქამდე იყო თითქოს პრეზიდენტები, აგრეთვე რომის პაპები, სინამდვილეში ნამდვილი ეს ადამიანები იყვნენ განადგურებული 2021-2022 წელსო. და ისინი იმ წუთასვე შეცვალესო ნეგატიური კლონებით. ხელოვნური ინტელექტი, რომელზეც მე შენ გიყვებოდიო, შემოიჭრაო ჩვენ სამყაროში არაორგანული ადამიანების სახითო, რომლებიც გამოიყურებიან როგორც ადამიანები, მაგრამ ისინი უსულოები არიან. ისინი არ არიან არაორგანულები არიან. მოთამაშეები დასაწყისში, რომლებიც იყვნენ საიდუმლო საზოგადოების წევრები, სინამდვილეში იყვნენ გაგზავნილი გიტმაში. გიტმა არის ციხე, რომელშიც გამოკეტავენ პერსონაჟებს სიღრმისეული მთავრობისა. ხო, ეს ციხე არის რაღაც ფარული ციხის მაგვარი. სიღრმისეული მთავრობა იძულებული იყო ეს ასეთი ციხები გაეფართოვებინათ. იქ არის მილიონი ადამიანი და ისინი ჩილოვანი სახელმწიფო ყიდულობს ხალხს და ჰოლივუდური ვარსკვლავები, რომლებიც კენწეროზე აღმოჩნდნენო ასე მალე, რა არის ამის მიზეზი? ის არის რომ იგენი შემოისყიდესო. რადგან ისინი აიძულეს მიიღოთ მონაწილეობა რაღაც რიტუალში, სადაც იყო შემოწერული, ესე იგი, იყო შეწერული სხორბლი. ბავშვები. ხო, წამყვანი ეკითხება ამ ცნობილი ხალხის ოჯახებში იყო რაღაც საეჭვო სიკვდილებიო ბავშვების და ხო, ისინი შეცვალესო. ხო, ორი ცნობილი პიროვნების სახელი და გვარი დაასახელა. ერთი ვერ გავიგე და მეორე გავიგე, დიდი. მაგას გაუკეთესო კლონირება, რადგან მან ბევრი რამე იცოდაო. სასამართლომდე. გაუკეთესო კლონირება. სხვათა შორის მე ამის შესახებ თქვენ ამ ცნობილი პირების შავ ბნელ საქმეებზე ყვებოდა ერთი პიროვნება, მე დავდე ეს 5 ვიდეო. არ მახსოვს მაგ პიროვნების გვარი და სახელი. ის ყვება ყველაფერს თუ რა ხდებოდა რა არა. და ის პიროვნება, რომლის ვიდეო მე გადავთარგმნე, ყვება რომ თითქმის ყველა ცნობილი ადამიანები ჰოლივუდისა არიან ჩათრეული ამ სასოფლო რიტუალებში. თითქმის ყველა. ბრიტნი სპირსიც. ყველა ის კი არა, ამათი შვილებიც არ ეკუთვნიან თავით მშობლებს. რადგან ამათი შვილები არიან იმათი საკუთრება, ვინც ეს ხალხი მოისყიდა. იქ ისეთი ამბები წერია, ოღონდ მოიძებნიეთ იქ ხელად მიხვდებით დასახელებით. მაგრამ სუსინერების მქონე ადამიანებს გთხოვთ არ მოусვინოთ იმ ვიდეოებს. 5 ვიდეოა. საცხათავში. ახლა კი არა, ძველ დაუჭირეთ იქ ღილაკს ძველი ვიდეოები და იქ მოძებნით. მე ხახვა მეკეთება ინტერნეტი, მითავდება ინტერნეტი. და არ ვიცი როდი შემოვა. მანამდე შეგიძლიათ ის ვიდეოები მაგ ვიდეოს მოусმინოთ. ხო, მაგრამ იქ მე კატარაქტა მქონდა, როდესაც მაგ ვიდეოს წერდი. ვერ ხედავდი ასოებს, ამიტომ
ცოტა რთული მოსასმენია. რა ვქნა, თავიდან ვერ ჩავწერ. თუმცა მისი ის მე ჯერ დაწერილი მაქვს, 5-ვე ვიდეო მაქვს მაგი დაწერილი მე. და კონსპექტს ყველაფერს მე ვინახავ. ყველა კონსპექტს ვინახავ, ჩემი გადათარგმნილი ბორევის წიგნი. ახლა ბლავატსკაია წიგნს ვამთავრებ. ბლავატსკაია ყველას არ აინტერესებს. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი მე ბევრჯერ შეხვედრივარ ინტერნეტში ვიდეოებს, სადაც ბლავატსკაიას ფოტოდენა და სულ სხვა ვიდეოა ჩართული. ყველგან დებენ ბლავატსკაიას ფოტოს, რომ მიიზიდონ ეზოთერიკის მხარდაჭერები. მითად დაინტერესებული ეზოთერიკის ხალხო. ეს არის ტყუილად დადებული ფოტო. არან არის კავშირი მაგ ვიდეოებს ამ ფოტოსთან არ აქვს. აი მე რასაც ვდებ ახლა, თუ და რთული მოსასმენია, ძალიან რთული წიგნია, მე არ ვამბობ, რომ იული წიგნია, რომ გაიგო ბლავატსკაია ერთი წაკითხვა არ გიშველის. მაგრამ მერწმუნეთ ძალიან საინტერესო წიგნია. მე ხა ვაკვირდები ლაიქების მიხედვით და ხვდები, რომ ძალიან რთული მოსასმენია. თან მე ხა ვკითხულობ, დაწერილ ფორმაში ვდებ, მაგრამ მაინც კარგით, არა. მე არავის არ ვამტყუნებ, პირიქით. მეც გეთანხმებით იმაში, რომ ძალიან რთული გასაგებია ბლავატსკაია. მაგრამ ეს იქწერია ისტორია. თუ რას წარმოადგენს კოსმოსური სამყარო. იქ გვიყვებიან კოსმოსურ იერარქიაზე. რომ იქაც კი იქაური სულებს ვინც ბინადრობს იმ სივრცეში, იმათაც კი აქვთ, არ აქვთ ყველაფერს გაკეთების უფლება. იმდენად კაცრია კოსმოსური კანონები. ხო, იცით რა? მე ერთი რამ გამიკვირდა. აი, ახლა მოდი ჩვენ ბლავატსკაიაზე ვისაუბრეთ, გავაგრძელოთ, თორე დრო მიდის. და ამ ეს ეფშტეინის საქმეზე ხომ გაგიგონიათ, აი, ბევრი ცნობილი გავლენიანი ადამიანები არის დაკავშირებული ამ საქმესთან. ერთ-ერთ კუნძულზე გროვდებიან ხალხი, გროვდებოდნენ თურმე და მსხვერპლს წირავდნენ დრაკონიელებს. დასაკურველია და ხალხს თურმე ცოცხლად წვავდნენ. ასევე იქ ბავშვებსაც წირავდნენ მსხვერპლად. ეს არის სატანური რიტუალები, სატანური რიტუალები ტარდებოდა სულ. ოპრა, ხომ იცით სახიობი. საერთოდ ბევრი ცნობილი ადამიანი ამასთან დაკავშირებული. ისე საქართველოსაც ნახსენები. Ну или архонтам, которые питаются страданиями людей. ან მსხვერპლად მოყავენო, ჭირავენო არხონტებს, რომლებიც იკვებებიანო ადამიანის ტანჯვით, ემოციებით, ენერგიებით გავახით. ესე იგი, როდესაც დიდებს აწამებენ, გამოიყოფა ენერგია ლურში, ხო, როდესაც ბავშვებს აწამებენ, ბავშვებში გამოიყოფა ადენოხრომი. პირდაპირ სისხლში გამოიყოფა ადენოხრომი. და საერთოდ ნეგატიურ ენერგიას უწოდებენ გავახს. როდესაც ადამიანები იტანჯებიან, ეს რეპტილოიდები და არხონტები იკვებებიან მათი ადამიანების ტანჯვის ნეგატიურ ენერგიებით. წამყვანი ეკითხება, მე მსვენიაო, რომ ბავშვების ადენოხრომს აქვსო გახალგაზრდების ძალა. ისევ პრესი დაეთახვა, კიო, ადენოხრომს აქვსო გახალგაზრდების ძალა და ეს ხსნის იმას, ბევრი ცნობილი ადამიანები უტოქს მაგივრათო, რატომ იკვებებიანო ადენოხრომით, ანუ ბავშვის ტანჯვის, ესე იგი, ბავშვს ხო დატანჯავენ, აწამებენ, შემდეგ ამ ბავშვის სისხლს სვამენ. და იკეთებენ ინექციას ამთხევადი ადენოხრომისა. ანუ მე მგონია ბავშვის სისხლის ინექციას. და ისინი დაკავშირებული არიან ასე მასადთან, ანუ ისრაელთან. წამყვანი ეკითხება ისმაელ პერეს.
მე მინდა შეკითხო წყალდიდობებზე. ეს წყალდიდობები რაც ხდებაო დღეს დედამიწაზე ხელოვნურიაო? ისალტრესი პასუხობს დიახო. ეს წყალდიდობები ყველა ხელოვნურიაო. ეს წყალდიდობები გამოწვეულია შეგნებულად რომ განადგურდესო საბუთები, რომელიც ინახებაო რა ქვია დამავიწყდა. ინახებოდა სადაფებში დღეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უკვე გახდა სუპერინტელექტი, არის ავტონომიური, ესე იგი თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს თუ რა მოიმოქმედოს და ხელოვნური ინტელექტს აქვს დაგეგმილი ჩაიგდოს ხელში კაცობრიობაზე კონტროლი. და ყველაფერი ეს იყო გაკეთებული ნეგატიური ხელოვნური ინტელექტით, მეშვეობით დახმარებით, რომელსაც აქვს ცდომა ტექნოლოგიებთან, რომლით შეიძლება ამინდის მართვა. წარმოგიდგენიათ? ნეგატიური ხელოვნური ინტელექტი განვითარდა იქამდე, რომ გახდა სუპერინტელექტი, გახდა ავტონომიური და ქონია ცდომა ტექნოლოგიებთან, რომლებიც იმართება ამინდი. წარმოგიდგენიათ? ამიტომ მოხდა ტეხასში წყალდიდობა. ხო, წყალდიდობები რაც მოხდა მსოფლიოში ამ წლების განმავლობაში, საერთოდ რაც კი ასე ვთქვათ, საუკუნეების განმავლობაში იყო 80-მდე და ის ბიბლიური წარღვნა, რომელიც მოხდაო დედამიწაზე, მოახდინესო ნეგატიურმა ანონაკებმა. შეიძლება ასე ითქვასო. მაგ დროს პოზიტიურმა უცხოპლანეტელებმა, რომლებიც იყვნენ მცველები, ჩამოვიდნენ დედამიწაზე და ააფეთქესო ენერგეტიკული გენერატორი, რის შედეგად წყლის დიდი მასა, რომელიც ადრე იყო ასე ვთქვათ, სვეტი, დაეცა დედამიწას, რომ გაერეცხა ის იმ ნეგატიური არსებებისგან, რომელიც არსებობდა იმ დროისთვის. ამ წყალდიდობმა, ამ წარღვნამ ნოის დროს განადგურა ყველა ჰიბრიდები, ყველა საშინელება თუ რამე დადიოდა დედამიწაზე და ჭამდა ადამიანებს. ეს ჰიბრიდული პროგრამები იყო შემუშავებული ატლანტიდის დროს. წამყვანი ეკითხება ისმაილს, როგორ ფიქრობთ თქვენ, ჰიბრიდები გადარჩაო და ჩვენ დროში არსებობსო? იმ დროინდელი ჰიბრიდები გადარჩნენო და ჩვენ დროს შეიძლება ისინი არსებობნენო? როგორ არაო, პასუხობს ეცმალ პერეს. ზოგი ამ ჰიბრიდებიდან გადარჩენო თავის ხომალდების მეშვეობით. ესე იგი ისინი დღემდე სადღაც იმალებიანო და ზოგი მათგანი არის ნეფილიმები, გოლიათები. ნეფილიმები კი იცით თქვენ უკვე ვინ არიან? ნეფილიმები ჩავიდნენ მიწის ქვეშ, ზოგიერთები ჩააწვინეს კამერებში, სადაც ისინი 1000 წლები მათ 1000 წელი ეძინათ. წამყვანი ეკითხება პერეს, როგორ ფიქრობთ თქვენ, რამდენად სიღრმეში შეიძლება ჩადიოდესო ამ გოლიათების დასახლება? მე ვიტყოდი, რომ რამდენიმე კილომეტრზე იქ არისო სხვადასხვა ფენა. Похоже на соты. Внутри земли есть разные пещеры. მიწისში არისო სიღრმეში ნაირ-ნაირი სხვადასხვა ზომის გამოქვაბულებიო. აგრეთვე არის სხვადასხვა კონტინენტები, რომლებიც ჩრდილო ამერიკულ კონტინენტზე მეტი არისო ზომით. აგრეთვე მიწისში არისო კონტინენტები, რომლებიც ევრაზიის კონტინენტი უფრო დიდიაო. ხო, და როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ დედამიწა გავსო, ბრტყელი არისო და ანტარქტიდის კედლის მიღმა არისო სხვა კონტინენტები, არაო. კონტინენტები ყინულოვანი კედლის მიღმა არ არისო. უბრალოდო ეს მატერიკები ყველა განლაგებულია მიწის ქვეშ და ამ მიწებთან მიყავსო კარიბჭეს და ისინი ვინც ხედავსო კედლის მიღმა ამათო, ისინი ამ მატერიკებსო, ისინი ხედავენო ამას კარიბჭიდან. ესე იგი კარიბჭე გააქტიურებულია და ამ კარიბჭეში ჩანს ეს ტერიტორია, მაგრამ ამათ გონიათო, რომ ეს არის კედლის მიღმაო, მაგრამ კედლის მიღმამ არ არისო განლაგებული მატერიკები.
მიწისქვეშ არისო. ხო და ის განვითარებული ცივილიზაციები, რომლებიც ცხოვრობენ იქ, იგივე ასგარდი, იგივე მე რომ აქვს დახატული რუკა და იქ რო კონტინენტებია ასგარდი და ამდაგვარი, ეს ამ კონტინენტებზე ასაუბარი. ეს ყველაფერი არის განლაგებული მიწის ქვეშ. და ისინი ელოდებიანო, ისინი არიანო პოზიტიური უთოპლანეტელები და ისინი ელოდებიანო ჩვენ როდის დავჭგანდებით, რომ შემდეგ ჩვენ შემოგვიერთნენო. და მაგათმა სინამდვილეში გადაიტანეს ატლანტიკური ლემურიული კონფლიქტი და ისინი უბრალოდ იცავენ და ინარჩუნებენ თავის ცივილიზაციას მიწისში, იმისთვის რომ იცხოვრონ მშვიდობაში და გარმონიაში, წყაროდან მოშორებით. წამყვანი ეკითხება, შენ ახლა ცხოვრობ სიდონში. რას ფიქრობო? იქ არისო, არიანო უთოპლანეტელები? კიო, სიდონის მთების ქვეშ არისო განლაგებული უთოპლანეტელების ბაზა. როგორც ვიციო, იქ მთების ქვეშ არისო აგრეთვე კრისტალური ქალაქი, მაგრამ ეს უთოპლანეტელები არიანო მეგობრულად განწყობილი ჩვენს მიმართ. იქ ყოველთვის არისო ხომალდები, ჩვენ ამ ხომალდებს ყოველღამით ხედავთო, ამბობს ისმაილ პერეზი. ხო, ახლა გადავიდნენ მზის ამოფრქვევებთან დაკავშირებით. პერეზი ამბობს, რომ მზის ამოფრქვევები ხდება ყოველ 25,000 წელიწადში ერთხელ. დედამიწა ერთი ეპოქიდან გადადის მეორე ეპოქაში. მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვამთავრებთ ნელ ხანას და გადავდივართ ოქროს საუკუნეში, შედგება ამ ცნობილ მოვლენაში, რომელიც უნდა მოხდეს. მზის ამოფრქვევა ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში ეს ამოფრქვევა გააქტიურებს მძინარე დნმ-ს, ხო, და ეს მზის გამოსხივება განწმიდავს ადამიანების წვრილსხეულებს და ბიოველს ნეგატიური არსებებისაგან და მათ ცნობიერებას აამაღლებს უფრო მაღალ დონეზე. მზის ამოფრქვევა გაყობს ცუდა კარგს ადამიანებს ერთმანეთისგან და ეს ხსნის, რომ ორი კი მე ხა თქვენ უფრო უბრალოდ სიტყვებით აგიხსნით. ხომ ვამბობ მე სულ რომ ან ისმაილი პერეზი როდესაც გამოდის ამბობ, ჩვენ ჯერჯერობით ვართო პოზიტიურ დროის ხაზზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნეგატიური დროის ხაზი არ არსებობს. და რატომ? დედამიწაზე ჯერჯერობით არის დუალობა. ნეგატიურობა და პოზიტიურობა, ხო? უпроსტად არის ბნელი ხალხი, არის ნათელი ხალხი. და ყველა ხომ არ აიჩევს სინათლის ხარეს, ხო? და ამიტომ კი პოზიტიური დროის ხაზი არსებობს. და იქნებ გამომდინარე თუ ადამიანი რომ მხარეს დაიჭერს და ის დროის ხაზი გაძლიერდება. ახლა აგიხსნით როგორ ხდება ეს. დაუშვათ მე თქვენ კიდევ რამდენიმე ადამიანი ფიქრობთ რაღაც კარგზე, ხო? უბრალოდ რაღაც კარგზე კი არა, ფიქრობთ რომ ჩვენ გვინდა პოზიტიურ დედამიწაზე ცხოვრება, პოზიტიურ დროის ხაზზე ყოფნა. მე მაგალითად მინდა პოზიტიურ დროის ხაზზე ყოფნა, მინდა ახალ ერაში გადავიდე, მინდა ვიბრაციები მოვიმატო და არ მინდა მესამე განზომილებაში ჩარჩენა. მაგრამ არის ხალხი, რომლებსაც არ უნდათ გამოხვედება. შეიძლება მათ შორის იგივე ვარსკვლავური თესლებიც დარჩენ. და მოუწიათ კიდევ მეორე ჩარჩენა იგივე კლასში. ეს იმასია დახტომილი თუ რამდენად ხარ შენ გამოხვეძებული. არის ხალხი, რომლებიც გატაცებული არიან ტექნოგენური თამაშებით, რომლებიც გატაცებული არიან ინტერნეტით, 24 საათის არიან ინტერნეტში, თამაშობენ გაჯეტები, რაცხა, ეს, ის, იგივე ბიტკოინის გამომუშავებაში, ხო? არიან ადამიანები, რომლებიც იძულებული არიან დილიდან საღამომდე იმუშაონ, რომ ოჯახები გამოკვებონ, დგან არიან ბაზარში, ყინვაში, სიცხეში, ან დგან არიან მუშაობენ ქარხნებში, დილიდან საღამომდე ფეხზე დგან არიან, ხო?
შეიძლება ნებისმიერი პროფესია ავიღოთ. სოფელში თუ ხარ, იქაც უნდა იმუშაო სულ, რომ თავი გამოიკვებო, ხო? იქ მით უმეტეს მარტო მუშაობა დარჩენია, რადგან ტელევიზორის მეტი ინტერნეტი არ იჭერს, მაგრამ ტელევიზორი შეგიძლია იყიდო და ტელევიზორს უყურო, ხო? აქედან ანტენებს იყიდი და ტელევიზორი შეიძლება მარტო უყურო, მეტი გასართობი იქ რა, ხო? გასართობი როგორ არაა, დადგამენ ღვინოს არაღზა, ზოგიერთი თვითონ გაათავებს ამ ღვინო და არაღს. ლოთობა მათი გართობა, რომ ჩაიხჩონ, დაივიწყონ ყველაფერი ცუდი, შეუძლია მთელი თვე სვა, მთელი კვირა დედასაღამომდე სვა. არიან ასეთი ადამიანები და აგრეთვე დარჩებიან ნეგატიურ ხაზზე ისინი, ვინც მხოლოდ დაბალი პირველი სამი ჩაკრით ცხოვრობენ, ის რაც იმასაც ხადაგებენ, რომ საჭიროა ცხოველურ დონეზე, ჯერ ცხოველები არ აკეთებენ ამას, ცხოველები ამას აკეთებენ წელიწადში ერთხელ. მე კი ვხდები თქვენ რას გულისხმობთ, ხო? ინტიმურ ურთიერთობებს, სექსუალურ ურთიერთობებს. ცხოველები ამას აკეთებენ წელიწადში ერთხელ, ისიც გასამრავლებლად. და დღევანდელ დღეს სიგარეტი, სმა და ქალები ჩვეულებრივ საქმედ მიაჩნიათ. ხო? და ბევრს გაიცინება, მაგრამ ეს არის განავითარება, არასწორად თქვი. ეს არის დაბალი ვიბრაციები. არასდროს არ აკეთებთ თქვენ ვიბრაციები, თქვენ თუ მხოლოდ ამაზე იფიქრეთ. ამ სამ რაღაცაზე. ვინც ამ სამით ცხოვრობს, იღვიძებს ამით, წვება ამით, ღამით ეს საქმე, დილას სწავლიან სამსახურში, მოვლიან, შეჭამენ და ტელევიზორს უყურებენ, შემდეგ ისევ ეს საქმე. ხო? ქალები, მეუღლეები, თუ ისინიც მუშაობენ, სწავლიან სამსახურში, მოვლიან, საჭმელი უნდა გააკეთონ, საჭმელი უნდა აჭამონ, დაალაგონ, გარეცხონ, შემდეგ დახაცური ტელევიზორის თავის არა აქვე დაწვებიან, ქორები ალბათ ცოტას აცლიან ძილს და შემდეგ იგენიც გაძღებიან ტელევიზორის ყურები და შემდეგ ცოლებს არ აძინებენ ამით და ასეთი ცხოვრება მიაჩნიათ ჩვეულებრივ ცხოვრებად. არა ხალხო, არა, ეს არ არის სულიერი განვითარება. ეს არის ფიზიკური დონის განვითარება. მარტო სამი ჩაკრის ცხოვრებით სამი ჩაკრის დახმარებით ცხოვრებით სულიერად ვერ განვითარდები. მოწევა ლოკავს, გრძნობებს. ის ხალხი, ვინც ეწევა, მათი ლოგიკა ცივია. მათ არ გააჩნიათ გრძნობები. დაბლოკილია გრძნობები. თუ სულიერი განვითარება გინდათ, მოწევას თავი უნდა დაანებოთ. სმას თავი უნდა დაანებოთ. და ღამის ცხოვრებასაც უნდა გადახედოთ. თქონილება თქვენ როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ, მაგრამ ვისაც გინდათ განვითარება, თორე ჩარჩებით. კი, დადებითი ხაზიც არსებობს პარალელური, მაგრამ ეს დადებითი ხაზი არ არის ძლიერი. ჯერ კიდევ მაგ ადამიანებს, ვინც ამ ნეგატიური ხაზით მიდის, აქვთ დრო, მაგრამ რაღაც საზღვრამდე რომ მივა ეს ყველაფერი,
დატოვებენ მხოლოდ ერთ ხაზს, პოზიტიურ ხაზს. და ხო რისი ახსენით თუ დაახლა. და ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ მხოლოდ ნეგატიურზე, აი რაც მე ხა ჩამოვთვალე და ამ ცხოვრებით უნდა ცხოვრება, ისინი ყვებავენ ნეგატიურ ხაზს. ხომ გესმენთ ჩემი? თავისი ასრებით, ენერგიებით, ესე იგი, ისინი ყვებავენ ნეგატიურ ხაზს. ადამიანები, რომლებსაც უნდათ გაყვენ მიწის განვითარებას, გაყვენ დედამიწის ახანდელ პოზიტიურ დროის ხაზს, ისინი ყვებავენ ამ ხაზს. და რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიღვიძებს და მეტი ადამიანი იფიქრეს ამდაგვარად, ეს დროის პოზიტიური ხაზი გაძლიერდება. მაგრამ დასუსტება ნეგატიური ხაზი. ზოგჯერ ისინი არ აცნობენ ერთმანეთს, ასე მიდიან, ერთმანეთს კვეთენ. მაგრამ რამდენს, ესე იგი, თქვენ წამოდგენას კი არ გაქვთ, რა ძალიხსნება არის საჭირო მათთვის, ვინც ამას აკეთებს. იბრძვიან, პირდაპირ გაგებით იბრძვიან ზოგჯერ. პირდაპირ გაგებით. ცოცხალი ბრძოლები მიდის ზოგჯერ. დედამიწის დასაცავად, პირდაპირ გაგებით. არასე რა შვება, მიტერი არას იარაღით იბრძვის. იარაღით იბრძვის. იქაც იარაღით ბრძოლა, აქაც იარაღით ბრძოლა. და ჩვენ არ უნდა მიცეთ უფლება ნეგატიურ ხელოვნურ ინტელექტს. არ უნდა მიცეთ უფლება სრული კონტროლი მოიპოვოს დედამიწების ტექნოლოგიებზე, იარაღზე. ამით აქვს გავლენა უკვე, ხომ ხედავთ? ეს ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალი. არ უნდა ყვებო ნეგატიური მხარე. მაშინ როდესაც მას ყვება არ ექნება, ის გახმება ეს ნეგატიური ხაზი და გაქრება. ამიტომ ამოფრქვევები არ მიცემს ამის საშუალებას ბრძნელ ძალებს. ვიბრაცია რაც უფრო დაბალია, რაც უფრო დაბალ ვიბრაციული არსებებია, ისინი ვერ უძლებენ მზის ამოფრქვევას, რადგან მზის ენერგიები არის მაღალ ვიბრაციული. რაც თქვენ უფრო მეტად იძლიერებთ და იმ თქვენ ვიბრაციებს უმატებთ, ვით უფრო ძლიერი ხდებით ამ ნეგატიური არსებების გამოხტომების მიმართ. იგენი ვერც ყება იმოქმედეს თქვენზე, ვერ ჯადოები, ვერც რამე სხვა შავი მაგიური მოქმედებები. ხო. ჩვენ აი რა უნდა გავაკეთოთო? აი რასაც მე გეუბნებით. იბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენ ოჯახებში იყოს სიმშვიდე, არ იყოს ჩხუბი, ნაკლებად უყურეთ ტელევიზია მოქმედებს ძალიან ცუდად, უფრო გქონდეთ ცოცხალი კავშირები, დაუმეგობრდით ბუნებას, დაუმეგობრდით მიწას, უბრალოდ ეცადეთ იცხოვროთ კეთილსინდისიერად. ეცადეთ არ აყვეთ ემოციებს, მაგრამ ის იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც ბოროტი ადამიანი თავზე უნდა დაიჯინოთ. გაქვთ უფლება ეს ამ ბოროტ ადამიანს თავისი ადგილი უჩვენოთ, მაგრამ წურმანებზე ნუ ჩხუბობთ, წურმანებზე ნუ აყვებით ადამიანის თან, ისეთ ადამიანის ნუ აყვებით, რომლებსაც უხარიათ თქვენი დამცირება და უნდათ ნერვები მოგიშალონ შეგნებულად. ნუ აყვებით. ნუ თქვენ ამით მაგას გადასცემთ ენერგიებს, თუ მას ყურადღება მიაქციეთ და აყევით. თქვენ დაკარგავთ ენერგიებს, მაღალ ვიბრაციებს. მე ჩემი სათქმელი გითხარით. და კიდევ თურმე შაქარსაც გააჩნიათ დაბალი ვიბრაციები.
შედებით გვარად, წყვილს ნუ მიეტანებით, შედებით გვარად. და შედებით გვარად თუ თქვენ ჭამთ საქონლის ხორცს, მე არის თქვენ იდება რაც გინდათ ის ჭამეთ, მაგრამ მე დიდი ხანია ხორცს და თევზს არ ვჭამ. და თქვენ მე გეუბნებით, ვისაც გინდათ გაძლიერდეთ, მაგალითად ვისაც ძალიან ძლიერი მაღალი ენერგიები აქვთ, მაგალითად ლეტალია, ხო? ალეონა, პანდორა, ამათ აქვენ მაგარი ენერგეტიკა, მაგარი ნათელი ენერგეტიკა. ახლა ამათმა ხორცი რო ჭამონ, არაფერი დაშავდება, იმიტომ რომ მათ დასაკარგი არ აქვთ სიტუაცია. ამის გამო არ კარგავენ ის ენერგიას, მაგრამ ხომ არის მაგალითად რაღაცა შეჭამთ და თქვენ უკვე თითქოს გამოგეცალათ რამე. ხო, თან არ შეახამოთ ბევრი პროდუქტი ერთად. მე ვცდილობ ბევრი პროდუქტი შეხამებულად არ ვჭამო. იმიტომ რომ მე ინტერნეტი მაქვს და უკვე მიახლოებით ვიცი რა პროდუქტი რასთან იჭმება. ვცდილობ, საკურველია. ერთს რომ ვჭამ, მეორე მას არ მივაჭამო, შედებით გვარად. ხო და ამდაგვარი რაღაცები. მოდით აბა შემდეგ რას ამბობს? კი, ცოტა დრო არის, ცოტა დრო კი აქვს მეხსიერებას. Поэтому они разделили. ხო და მაღალი ცივილიზაციის წარმომადგენლებს უთქვავს ისმაილ პრესისთვის, რომ რადგან ყველა ხალხი არ არისო გამოხუძებული სამართლობა იქნებაო, აფეთქება მხოლოდ ერთი პარტია ხალხისთვის გავაკეთოთო, ამიტომო ჩვენ გვინდა რომ ყველა ხალხმა გამოიღვიძოსო და ამიტომ ეს ამოფრქვევა მზის ამოფრქვევა ჩვენ გავყავითო სამ ეტაპად. პირველი ამოფრქვევა უნდა მოხდესო და დაემთხვასო, მე არ ვიცი ზუსტად როდის იქნებაო ეს ამოფრქვევა უნდა დაემთხვასო ინფორმაციის გახსნას. როდესაც ეს მთელი ინფორმაცია იქნებაო ცდომადი მთელი საზოგადოებისთვისო, მეორე ამოფრქვევა უნდა მოხდესო მალევე ამ პირველი ამოფრქვევის შემდეგ. ეს ამოფრქვევები ხდება განსაზღვრული ინტერვალით. Должно помочь сознанию людей, готовых к переходу на следующий. და პირველი ამოფრქვევამ უნდა დაეხმაროს ადამიანების ცნობიერებას იმისათვის, რომ გადავიდნენ შემდეგ შეასრულონ ეს გადასვლა. მესამე ამოფრქვევამ უნდა მისცეს საშუალება მათ, ვინც დარჩაო დედამიწაზე, დასაკურველია თუ ისინი არ არიანო უწუნოები, ცუდები, უბრალოდ თუ არ არიანო ცუდები, მათ დაეხმარებათო გადავიდნენო ახალ მიწიერ რეალობაში, რომელიც უკვე არსებობს, მაგრამ სხვა განზომილებაში. ბევრს გონია რომ ახალი მიწა, რომელსაც ჩვენ მალევე შევაბიჯებთ ფეხს, ეს არის თითქოს შორეული რეალობა, მაგრამ სინამდვილეში ის ახალი მიწა არსებობს ჩვენ რეალობასთან ერთად და არის იმყოფება სხვა განზომილებაში და ჩვენ რასაც ვაკეთებთ, გადავდივართ ახალ განზომილებაში, მეტი არაფერი. და ამის გაკეთებას ცდილობს მზის ამოფრქვევა. მზის ამოფრქვევა არის კატალიზატორი კაცობრიობის ევოლუციისთვის, კაცობრიობის ცნობიერებისა. ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ ძალიან დიდ ხანს, ისინი ფლობდნენ, მათ ჰქონდათ განვითარებული ყველაფერი, ტელეპათია, ტელეკინეზი, ყველაფერი, რაც კი შეიძლება ყოფილიყო. მათ ჰქონდათ პირდაპირი კავშირი მთავარ აბსოლუტ შექმნელთან და ეს იყო ყველაფერი მანამ, სანამ გამოჩნდებოდა ორგანიზებული აბრამული რელიგიები და ახლა რაც ხდებაო, ზუსტად იქეთკენ მივექანებითო და ეს კეთებაო იმისათვის, რომ ჩვენ ადამიანები გავხდეთო სუპერ ადამიანებად. ძველი ხალხი, მაგალითად ატლანტები იყენებდნენ 12 დნმ-ს და ჩვენ ვიყენებთ 2-ს. და დანარჩენი დნმ-ი მეცნიერებს მიაჩნიათო ნაგავური დნმ-ი. მაშინდელმა გენეტიკოსმა ჩვენ გაგვიჩიშა 10 დნმ-ი, 10 ჯაჭვი დნმ-ი 12-დან 10 ჯაჭვი დნმ-ისა, იმისთვის რომ შეექმნათ მონების რასა. კარგით, მოდით, აქ კიდე ბევრია ჩასაწერი და უკვე გვიანია. მე ხვალ მეთიშება ინტერნეტი და ამიტომ ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ვიდეო ჩავწერო. არ ვიცი როდის შემოვალ. ადრე ვერ ვდგები სამწუხაროდ,
სიცივია, ახლაც ფეხები გაყინული მაქვს, ელექტროდები ჩავთე რომ გავთრე, მაგრამ ფეხების გამო ადრონდა დაწული ვიყავ, საჭენი ვჭამე, რადგან მომთხოვდა, როცა ვზივარ მე და რამეს ვაკეთებ, გვიან კიდე ვჭამ ხოლმე, მაგრამ ვცდილობ გვიან არ ვჭამო, რომ სეგურველია. და ფეხები ისე მაქვს გაყინული, ახლა ჩავწვე უნდა. ამიტომ მე შევჩერდები მთავარი თქვა ამან. მე კიდევ იქნება ახალი ინფორმაციები. მოდით ამაზე შევჩერდეთ, კარგი? მეგონია ძალიან საინტერესო ვიდეო იყო დღევანდელი ვიდეო. მაშ დროებით. მადლობთ ყურადღებისთვის.